საქართველოში ისევე როგორც მთელ მსოფლიოში მომხმარებლები სულ უფრო მეტად ცდილობენ საკუთარი დანაზოგი უფრო ეფექტიანად მართონ და ეძებენ გზებს, როგორ აქციონ თავიანთი კაპიტალის შემოსავლის ახალ წყაროდ. საინვესტიციო ფონდები განიხილება თანამედროვე ფინანსურ ინსტრუმენტად, რომლებიც კაპიტალის უფრო ეფექტიანად გამოყენების შესაძლებლობას იძლევა და მოდელი მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში დიდი ხანია კარგად მუშაობს. ნელი ტემპით, თუმცა მაინც ბაზარი ყალიბდება საქართველოშიც. როგორ მუშაობენ საინვესტიციო ფონდები და შესაძლებლობებს ქმნის ის მოქალაქეებისა და ბიზნესის და როგორია ამ სფეროს პერსპექტივა საქართველოში, ფორსაიტის დირექტორის მოადგილესთან რატი მორჩილაძესთან ერთად ვისაუბრებთ. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა გაცემა სტუმრობისთვის. ძალიან მნიშვნელოვან თემაზე უნდა ვისაუბროთ. საინვესტიციო ფონდები, კაპიტალის ბაზარი, ეს ის არის, რამაც საქართველოში და ქართულ ბიზნესს დამატებითი რესურსები უნდა მისცეს იმისთვის, რომ როდესაც საუბარია, რომ ამა თუ იმ მიმართულები დაუშვათ სასესხო პროდუქტი ძვირია, ეს ერთგვარი ალტერნატიული წყაროები შეიძლება გახდეს ქართული ბიზნესისთვის, თუმცა მე კი ვთქვი, რომ ნელი ტემპით ვითარდება თქო, მაგრამ არა იმ ტემპით ვითარდება, როგორიცაც დაუშვათ ამ სექტორში მომუშავე ნებისმიერი თქვენგანი ისურვებდა. ამით დავიწყოთ საინვესტიციო ფონდებით, რა სურათი გვაქვს დღეს, რამდენად აქტიურია ბაზარზე საინვესტიციო ფონდებთან დაკავშირებული სეგმენტი და მე უკვე კაპიტალის ბაზარი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა ჩემის აზრით ქართული ეკონომიკისთვის, რომლის არარსებობა სრულფასოვანი სახით, ამაზეც ბუნებრივია გავამახვილებთ ყურადღებას. ბატონო. მოგესალმებით, მაია, პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის. ჩემთვის პირადად ყოველთვის სასიამოვნოა კაპიტალის ბაზარზე და მასთან დაკავშირებულ თემებზე საუბარი. რაც შეეხება თქვენ კითხვას, როგორც თქვენ აღნიშნეთ, საქართველოში ბოლო წლებში ნელი ტემპით, თუმცა მაინც ვითარდება კაპიტალის ბაზარი და კაპიტალის ბაზარი, რა თქმა უნდა, მრავალ სხვადასხვა კომპონენტს და პროდუქტს გულისხმობს და ერთ-ერთი სწორედ არის საინვესტიციო ფონდები. თქვენ შესავალში ძალიან სწორად აღნიშნეთ, რომ ეს არის რეალურად შესაძლებლობა დამზოგველებისთვის და იმ ადამიანებისთვის, იმ კომპანიებისთვის, ვისაც თქვათ ან ჭარბი რესურსი აქვს, ან დროებით რაღაც თანხა არ ჭირდება, რომ დააბანდონ უფრო მაღალი სარგებლით. რეალურად, როცა კაპიტალის ბაზარზე ვსაუბრობთ, აი სხვანაირად რომ აღწეროთ ეს სფერო, ეს არის ფინანსური შესაძლებლობების სფერო. რაც უფრო მეტად განვითარებულია კაპიტალის ბაზარი, მეტი ალტერნატივა, მეტი შესაძლებლობა აქვს ადამიანს ან კომპანიას, რომ თავისი დანაზოგი უფრო მაღალი სარგებლით და უფრო დივერსიფიცირებულად დააბანდოს. ჩვენს ეკონომიკაში დაახლოებით 5 წელია, მე ვიტყოდი, რაც საინვესტიციო ფონდების ჩამოყალიბება დაიწყო და ეს ყველაფერი დაიწყო 2020 წელს, როცა კანონი მიიღო პარლამენტმა საინვესტიციო ფონდების შესახებ. დღეს შედეგი გვაქვს, რომ დაახლოებით 10-მდე აქტივების მმართველია უკვე ფუნქციონირებადი საქართველოში და 20-ზე მეტი საინვესტიციო ფონდი. ანუ ეს არ არის უბრალოდ სიტყვები და რეალურად ფუნქციონირებადი. ახლა ისეთი რიცხვები ჩამოთვალეთ, რომ ჩვენაირი პატარა ბაზრისთვის ცოტა მებევრება, შეიძლება ვწდები. ამიტომ საინტერესო, რამდენად რეალურად ფუნქციონირებს აი ეს კომპანიები. კი ბატონო, შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ ამ რიცხვებიდან მე რაც ჩამოვთვალე, ვთქვათ 10 და 20 ფონდი, ძალიან ბევრი აი ამ ლიცენზირებული სუბიექტებიდან აქტიური არ არის. თუმცა პოზიტიურ ნაწილზეც რო ვისაუბროთ, ხო, ეხლა 3 კომპანია შეიძლება დავასახელოთ, ვინც დღეს ბაზარზე აქტიურია და რეალურ პროდუქტებს ქმნის ამ მიმართულებით. ეს არის TBC-ის აქტივების მართვა, ეს არის საქართველოს ბანკის აქტივების მართვა და ეს არის ფორსაიტი, რომელსაც მე ამ შემთხვევაში წარმოვადგენ. ბოლო 3 წელია, 3 წელზე ცოტა მეტია, ჩვენ პირადად აქტიურად ქმნით ახალ პროდუქტებს და ჩვენი დახმარებით ადამიანებმა უკვე $1 მილიონზე მეტი დამატებითი შემოსავალი იშოვეს, ვიდრე ამას ჩვენ გარეშე გააკეთებდნენ. ანუ ეს ხო ძალიან რეალური და პრაქტიკული კომპანიებზე საუბარი, რომელთაც დაუშვათ $1 მილიონზე მეტი შემოსავალი იშოვეს? კი ბატონო, აქ საუბარია ძირითადად ფიზიკურ პირებზე და ასევე კომპანიებზე, ვინც ჩვენ პროდუქტებს იყენებენ. და ეს არის ძალიან რეალური სარგებელი, რაც მათ მიიღეს და თქვენ როცა ვსვათ კითხვას, რამდენად ეს ასე ვთქვათ რეალურია, მე გეტყვით, რომ რეალურია. შეიძლება არა იმ მასშტაბზე, როგორც თქვენ როგორც ახსენეთ, ჩვენ ვისურვებდით, თუმცა ეს ყველაფერი იზრდება დროთა განმავლობაში და ჩვენ ვართ, მე პირადად ვარ მონაწილე ამ ყველაფრის და შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ეს პროცესი ნამდვილად მიმდინარეობს და ჩვენი კომპანია და სხვა ბაზრის მონაწილეები ყველაფერს გავაკეთებთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად და ახლა მაშინ მაყურებელს ავუხსნათ, რატომ არის ამ მიმართულების აქტიურობა საჭირო იმისთვის, რომ ცოტა რთულად შეიძლება რომ ადამიანებმა გაიგონ, იმიტომ რომ ჩვენ არის სოციალური ტიპის სოციალური მდგომარეობის ქვეყნისთვის დანაზოგის ცნება მარტივი მისაღები არ არის, იმიტომ რომ ადამიანებმა შეიძლება შემოგედა უნდა გითხრა, რომ მე დანაზოგი კი არა პირობითად თვიდან თვემდე თავის გატანა მიჭის. ასეთ შემთხვევაში ბუნებრივია ეს დანაზოგების თემა ცოტა შესაძლოა ვიღაცისთვის უხერხულადაც ჟღერდეს, მაგრამ რეალურად რამდენად შეიძლება რომ რა ტიპის სარგებელი შეიძლება მიიღონ ამ საინვესტიციო ფონდებით, მათ შორის
ფიზიკური პირები, რადგან ახსენეთ, ეს რომ ავუხსნათ მაყურებელს, რომ რეალურად თუნდაც ის მცირედი დანაზოგი რამდენად შეიძლება რეალურად შედეგიანი და შემოსავლიანი აღმოჩნდეს, ეს რომ ვაჩვენოთ. კი ბატონო, პირველ რიგში მოდით აი სტატისტიკას ვიტყვი, რომ წარმოდგენაში შეგვექმნას ქვეყანაში რა ოდენობის დანაზოგი გვაქვს. აი ყველაზე მარტივად რო ვთქვათ, დღესდღეობით 6 მილიარდი დოლარის ვადიანი დეპოზიტები განთავსებულია კომერციულ ბანკებში მხოლოდ ფიზიკური პირების ანგარიშებზე. 6 მილიარდი დოლარი. მე ხა მესმის, რომ ზოგადად ჩვენაირ ქვეყნებში შეიძლება სიღარიბე იყოს, რა თქმა უნდა, არის პრობლემა და ყველა ადამიანს არ აქვს იმის საშუალება, რომ გრძელვადიანად დააბანდოს, თუმცა პოზიტიურ ნაწილს რო შევხედოთ, არის საზოგადოების ის სეგმენტი, ვინც ასე თუ ისე მოახერხა დანაზოგის შეგროვება. და კაპიტალის ბაზარი და ჩვენაირი კომპანიები ამ ადამიანებს თავაზობენ, რომ უფრო მაღალი სარგებლით განათავსონ ეს დანაზოგი. ეს არ ნიშნავს, რომ ბანკის დეპოზიტი ცუდია ან არ გამოგვადგება. რა თქმა უნდა, ბანკის დეპოზიტს ყოველდღე უძრავ ქონებას, თუნდაც ახლა უძრავი ქონება მეორე ძირითადი მექანიზმი, ხო, რითიც ადამიანები თავიანთ დანაზოგს აბანდებენ. თუმცა ამ დანაზოგ დეპოზიტის და უძრავი ქონების გარდა კიდევ სხვა უამრავი შესაძლებლობა არსებობს განვითარებულ ბაზრებზე და ჩვენ ვცდილობთ, რომ საქართველოშიც იყოს ხელმისაწვდომი ეს შესაძლებლობა. აი მაგალითად, საქართველოში სად არის შესაძლებელი პირობითად თქვენი დახმარებით, მაგალითად, რომელ მიმართულებით შეიძლება რომ ამა თუ იმ კომპანიამ ფული ან ფიზიკურმა პირი ამ შემთხვევაში უფრო მეტი სარგებელი ნახოს თან, რადგან ახსენეთ ბანკებთან მიმართებაში. კი ბატონო, აი ხა კონკრეტულ მაგალითს მოგვიყვანთ. ჩვენი პირველი პროდუქტი, რომელიც 2002 წელს გაეშვა და 2022 წელს შევქმნით, არის დოლარში დენომინირებული საინვესტიციო ფონდი. ეს ნიშნავს, რომ ადამიანს, ვისაც აქამდე ვთქვათ, ბანკში ედო დეპოზიტი დოლარში და მაშინ განაკვეთები კიდევ უფრო დაბალი იყო 2022-ში, როცა გავუშვით ბანკში დეპოზიტებზე დაახლოებით 1.9% იყო სარგებელი. და ჩვენი პროდუქტი მაშინ იყო 5%-იანი, წელიწადში 5%-ს ვიხდიდით, ანუ მინიმუმ ისამაგებდა ადამიანის სარგებელს. დღეს მაგალითად აი ბოლო 2 წელია ჩვენი კლიენტები დოლარში 8%-იან სარგებელს იღებენ. როცა რომ ბანკში არის ვთქვათ 3%, 3.5% გააჩნია ახლა აქ შემოდის დამნიშნულოვანი სანდოობა და რამდენად დაცულია ეს ფინანსები, იმიტომ რომ ჩვენ არასაინვესტიციო ფონდების ნაწილში, მაგრამ მათ შორის იგივე თუნდაც მიკროსაფინანსო ბაზრის სეგმენტში საკმაოდ რთული პერიოდები გავიარეთ, როდესაც ადამიანებმა ანდეს ფული და ანუ კონკრეტულ კომპანიებს და ძალიან რთული მძიმე შედეგები მოხდა. როგორ რატომ უნდა გენდოთ? კი ბატონო, ნამდვილად არის ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ეს არა სახარბიელო გამოცდილება, რომელიც ასე ვთქვათ, დღეს ჩვენ გამოწვევებს გვიქმნის, რომ ადამიანებისგან ნდობა მოვიპოვოთ. თუმცა, აი ხა ისევ შედეგებზე რო ვისაუბროთ, დღეს ჩვენ უკვე 3000-ზე მეტი კლიენტი გვყავს და ვიზეს წეგამთქვი, რომ აი $1 მილიონზე მეტი სარგებელი მიიღეს. თქო, ანუ ეს არის ადამიანები, ვინც ჩვენ გვენდოთ. ამის მიზეზი მარტივია. ერთი არის თავარი ეროვნული ბანკის რეგულაცია. ხა დღევანდელი ეროვნული ბანკი თქვენ თვითონაც მოგეხსენებათ, როგორი წარმატებული და მსოფლიო დონეზე გამოჩენილი ფინანსური მარეგულირებელი არის. მათი ლიცენზია ძალიან ბევრს ნიშნავს. და მე ჩვენი კომპანიის მაგალითზე გეტყვით, რომ დაახლოებით წელიწადზე მეტიანი პროცესი გავიარეთ იმისთვის, რომ ჩვენ ლიცენზია აგვეყო. ამ პროცესში მათ შეამოწმეს ჩვენი დამფუძნებლები, რომლებიც გამოცდილი საბანკო და ბიზნეს პროფესიონალები არიან. მენეჯმენტის კომპეტენცია, დაწყებული დიპლომებიდან, გამოცდილებით, ჩვენი ასე ვთქვათ, background check-ი ყველანაირად შეგვამოწმეს იმისთვის, რომ ამის უფლება მიგვეღო. და ამის შედეგია მე ისევ და ისევ ჩვენი კომპანიის მაგალითზე ვსაუბრობ, რომ დღეს Foresight მართავს ერთადერთ საჯარო ფონდს. საჯარო ფონდი რას ნიშნავს, რომ ამ ფონდში თანხის ჩადება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს განურჩეულად მისი წარსულისა, მისი გათვითცნობიერების ხარისხისა და განურჩეულად ყველაფრისა. აი ადამიანი, ვისაც თუნდაც 100 ლარი აქვს ჯიბეში, მას შეუძლია აი ამ პროდუქტით ისარგებლოს. აი დამნიშნულოვანია, ეხლა მინდოდა ჩემი შემდეგი შეკითხვა ყოფილიყო, მინიმალური თანხა რამდენი შეიძლება იყოს, რომ დავიწყო აი ამ დანაზოგის რეალურად მე ამაზე ფულის უხეშად რო ვთქვათ, კეთება. კი ბატონო. ჩვენ ვახსენეთ დასაწყისში. კარგი საქმეა. კი ბატონო. ჩვენ ვახსენეთ დასაწყისში, რომ კაპიტალის ბაზარი არის შესაძლებლობების სფერო. და მთელი ხიბლი ამ სფეროსი არის, რომ ყველა ტიპის ადამიანისთვის შექმნილია იქ მასზე მორგებული პროდუქტი. მაგალითად, აი ჩვენი შემთხვევა ავიღოთ. დღესდღეობით გვაქვს 5 საინვესტიციო ფონდი. აი ეს ერთი ფონდი, რომელიც წეგან ვახსენე, ლარის ფონდი, რომელიც საჯარო ფონდია, აქ მინიმუმ 100 ლარითაც კი შეუძლია ადამიანს დამატებითი სარგებლის მიღება. ეს იმათთვის არის განკუთვნილი, ვისაც გრძელვადიანი დაბანდების არც მაგალითად არც სურვილი აქვს და არც შესაძლებლობა და უნდა რომ ვთქვათ, მოკლევადიანად დააბანდოს და მიიღოს რაღაცა სარგებელი. ასევე ჩვენ გვაქვს სხვა პროდუქტი, რომელიც უფრო გრძელვადიანი დაბანდებისთვის არის და იქ 1 წელი, 2 წელი შეუძლია ადამიანს დააბანდოს და უფრო მაღალი სარგებელი მიიღოს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
ანუ კიდევ ერთხელ რო ვთქვა, არსებობს პროდუქტები, რომელიც უფრო მორგებულია, მოკლებადიან და უფრო დაბალ დანაზოგის მქონე ადამიანებზე და არსებობს პროდუქტები, რომელიც უფრო ვთქვათ, დიდი კაპიტალის მქონე და გრძელვადიანი დაბადების სურვილის მქონე. ანუ ამ ადამიანებისგან მოზიდულ თანხას სად განათავსებთ აქციებს, ყიდულობთ, რაღაც კონკრეტულ უძრავ ქონებაში ვდებთ თუ სადდებთ, მაგალითად ამ შემთხვევაში თქვენი კომპანია რომ და ამას უხსნით თუ არა თავად იმ ადამიანს, რომელიც მოდის თქვენთან ამ შემთხვევაში თავის დანაზოგით. კი ბატონო, ერთ-ერთი მთავარი სასაუბრო საკითხი ზუსტად ეს გვაქვს ჩვენ არსებულ კლიენტებთან, როცა ისინი ჩვენთან მოდიან, გვეკითხებიან, სად მიგაქვთ ჩვენი ფული. აი ეს ახლა მოდი ისევ ლარის ფონდზე ვისაუბრებ, ყველაზე მასიური პროდუქტი ჩვენ რაც გვაქვს არის ეს საჯარო ფონდი. და ძალიან მარტივი მოდელია. ნახეთ ჩვენ რა ვშვებით, ვაგროვებთ ბევრი სხვადასხვა ადამიანისგან ასე ვთქვათ, ერთ ადგილას დიდი ლარის რესურს, მაგალითად თქვენ ჩადეთ 100 ლარი მე ჩავდე, 100 ლარი ვიღაცამ ჩადო, 1000 ლარი. ჯამში შეგროვდა ვთქვათ რამდენიმე მილიონი და ჩვენ მივდივართ და ამ ფულს ვდებთ ისევ ბანკებში. დეპოზიტებზე და იმის ხარჯზე რომ დიდი ფული შევაგროვო ერთად და იმის ხარჯზე რომ პროფესიონალები გვიზის ჩვენთან კომპანიაში ვინც იციან ბანკირებს როგორ ესაუბრონ რომ მათგან მაღალი სარგებელი მიიღონ ამის ხარჯზე ვიღებთ მაღალ სარგებელს და ჩვენ კლიენტებს ვუნაწილებთ ამ მაღალ სარგებელს ჩვენი შემოსავალია მცირე საკომისიო რომელსაც ამ მომსახურებაში ვიღებთ ასე ვთქვათ ეს არის ერთი პროდუქტი მეორე პროდუქტი აი დოლარი რო ვახსენე სადაც 8%-ს იღებენ დღეს ჩვენი კლიენტები ბოლო რამდენიმე წელია იქიდან გავცემთ სესხებს აი როგორც ბანკში დეპოზიტზე ფულს რო ვდებთ, ბანკი ხო იღებს ამ ფულს და სესხებად გასცემს და აქედან იღებს იმ შემოსავალს, რომელსაც მე დეპოზიტორს უხდის. ჩვენს აი ამ ფონდებში ინვესტირებულ თანხას გავცემთ სესხებად ქართულ კომპანიებზე. უზრუნველყოფაში იდება უძრავი ქონება, რომ გამყარებული იყოს და გარანტირებული იყოს და შემდეგ უკვე რაც არის შემოსავალი ამ სესხებიდან ვაძლევთ ჩვენს კლიენტებს ჩვენს მიღების ანუ პერიოდულობა მაგალითად იმ 100 ლარის პირობითად მიღება ლარის ფონდიდან რა პერიოდულობით იღებს ის უკვე დამატებით თანხას და რამდენად მყარია ქართული კომპანიების ფინანსური მაჩვენებლები რომ თქვენ ამ კომპანიებს მოზიდული სახსრებიდან აძლევთ სესხს, ანუ მთელი ჯაჭვია, ხო? აქ ერთი რგოლის ჩამოშლამაც სერიოზული ფინანსური პრობლემა შეიძლება შეიქმნას არა მხოლოდ თქვენ, არამედ მთლიან ამ ჯაჭვის ყველა მონაწილე. სწორედ ამიტომ ვკითხულობ, ქართული ბიზნეს სექტორი დღეს განვითარების იმ ეტაპზეა, რომ ამ გადაწყვეტილებას ასე თამამად იღებთ? კი ბატონო, აქ შემოდის უკვე ჩვენი კომპეტენცია, ზუსტად მაგიტოა ჩვენნაირი კომპანიები საჭირო, რომ აქ მუშაობთ კომპეტენტური გამოცდილი ადამიანები, ვინც ვიცით როგორ შევაფასოთ თუნდაც იმ კომპანიის გადამხდელუნარიანობა. ვიცით როგორ შევარჩიოთ ისეთი მსესხებლები, რომლებისგანაც თანხის დაბრუნება ფაქტიურად მაღალალბათური და გარანტირებულია. ზუსტად აქ არის ჩვენი კომპეტენცია და ამისთვის ვართ აქ, რომ ეს ვუზრუნველყოთ. აქედან გამომდინარე ასე ვთქვათ, იმისი ალბათობა, რომ რაღაცა მოხდეს იქ და ადამიანმა ფული ვერ დაიბრუნოს, მაქსიმალურად ასე ვთქვათ, მინიმუმამდე არის დაყვანილი. და ჩვენი ყოველდღიურობა, ჩვენ საკრედიტო დეპარტამენტი ყავს, ვინც აი ამ კომპანიების შეფასებას აკეთებს და ამის საფუძველზე და ამის ხარჯზე ხდება შემდეგ ამ სესხების გაცემა. როგორც ბანკის შემთხვევაში, რატო ვენდობით ბანკს, ხო? იმიტომ რომ ბანკს ლიცენზია აქვს, ბანკს კომპეტენტური გუნდი ყავს და ვიცით, რომ ისინი როცა შეაფასებენ სესხებელს, ჩვენ მათ კომპეტენციას ვენდობით. ჩვენც ამის თქვა გვინდა, რომ ფორსაიტშიც აი ესეთი კომპეტენტური გუნდი მუშაობს. და რამდენი ხანში ერთხელ შეუძლია ამ დანაზოგის ამ შემოსავლის მიღება? კი ბატონო, ჩვენ სტანდარტულად გვაქვს ყოველ თვიურად დარიცხული სარგებლის ჩარიცხვა. ანუ ვთქვათ, აი ლარის ფონდში ადამიანი რო 100 ლარს ჩადებს თუ 100.000, მთელი თვის განმავლობაში რა სარგებელი იქნება დაგროვილი, თვის ბოლოს ჩაერიცხება ადამიანს და უკვე შეუძლია ამ ფულის დახარჯვა. და გატანას რაც შეეხება ძირი თანხის. კი ბატონო, ძირი თანხა ყოველდღე ლიკვიდურია, ანუ ყოველ სამუშაო დღეს ადამიანს შეუძლია ეს თანხა მოითხოვოს და ჩვენ იმავე დღეს ვურიცხავთ. ეს რაც შეეხება ლარის უშუალოდ პროდუქტს. დოლარის და ევროს პროდუქტებს რაც შეეხება, სადაც 8% და 7%-ია ბოლო რამდენიმე წლის სარგებელი წლიური. აქ ესე ყოველდღიური ლიკვიდობა არ არის, ასე ვთქვათ. ეს არის უფრო გრძელვადიანი დაბანდება, ვთქვათ 1 წელი, 2 წელი. აქ უფრო ჩვენ ყავს ისეთი დანაზოგის მქონე ადამიანები, ვისაც აქვს ამის ფუფუნება, რომ შეუძლია რომ 1 წლიდან 2 წლით გადადოს ეს თანხა. ანუ კიდევ ერთხელ, კაპიტალის ბაზარი არის ისეთი სფერო, სადაც კონკრეტული კლიენტის საჭიროებაზეა მორგებული პროდუქტი. ბევრია ისეთი ქართული კომპანია, რომელსაც აი ამ სადაც შეიძლება რომ დავუშვათ ეს თქვენი დაბანდება განახორციელოთ ამ შემთხვევაში სესხის გაცემის სახით, ანუ ამდენად ჯანსაღია ქართული ბიზნეს სექტორი. კი ბატონო, მე ვიტყოდი, რომ ძალიან ბევრ სფეროში ძალიან ბევრი ჯანსაღი კომპანიაა და დაფინანსების საჭიროებაც მათ აქვს ძალიან დიდი. ჩვენ ქვეყანაში კომერციული ბანკები ძალიან ძლიერები არიან, მაგრამ მათ გარდა ალტერნატიული დაფინანსების წყარო არ არსებობს. ესეც მეორე გამოწვევაა ჩვენი ეკონომიკისთვის. ერთია რომ ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი. კი ბატონო, ერთი მხარეა რომ დამზოგველებს არ აქვს შესაძლებლობა და მეორე მხარეა რომ ბიზნესებს არ აქვს ალტერნატიული დაფინანსების წყაროები და ჩვენაირი კომპანიები, ფორსაიტისნაირი, ზუსტად ამიტოა კარგი რომ ერთ მხარესაც
ეხმარება, ერთ მხარეს ეხმარება დამზოგველებს განთავსებაში და მეორე მხარეს ბიზნესებისთვის ქმნის ალტერნატიული დაფინანსების. ძალიან კარგ თემას შეეხეთ და ამაზე გაუთავებლად ვლაპარაკობ ხოლმე მთელი ჩემი ბიზნეს ჟურნალისტიკის კარიერის განმავლობაში კაპიტალის ბაზრის მნიშვნელობაზე როდესაც საუბრობ სულ ამას ვამბობ რომ დღეს რეალურად ქვეყანაში არ გვაქვს ალტერნატიული ფინანსური წყარო მოგწონს ეს ვინმეს თუ არ მოგწონს რეალობა გვაქვს ასეთი ამ პროცესში რა როლი აქვს ბანკებს რა თქმა უნდა ბანკი არასდროს არ იქნება დაინტერესებული შექმნას რეალური კონკურენტი ამ ნაწილში ხო მაგრამ დღეს საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები, ეკონომიკის ზრდის დღევანდელი მოდელი, სახელმწიფოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები იძლევა თუ არა იმის საშუალებას, რომ კაპიტალის ბაზარი, მაგალითად, თქვენმა იმ კომპანიებმა ალტერნატიული დაფინანსების წყაროები რეალურად გაგვიჩნდეს ქვეყანაში. მათ შორის თუნდაც იგივე საკანონმდებლო დონეზე რამდენად მზად ვართ, რომ ეს არ იყოს უბრალოდ ვიღაცის კეთილსურვილზე დამოკიდებული. კი ბატონო, აი საკანონმდებლო ჩარჩო ახსენეთ თქვენ და მე ვიტყოდი, რომ ამ მიმართულებით საქართველოს რეგიონში ერთ-ერთი მოწინავეა. ჩვენ გვაქვს თანამედროვე ძალიან ფუნქციური საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო. ამ ნაწილში, რა თქმა უნდა, გაუმჯობესება კიდევ შეიძლება, მაგრამ ფუნდამენტი საკანონმდებლო ჩარჩოში შექმნილია. ეხლა რაც არის საჭირო, არის ჩვენაირი კერძო სუბიექტები, ვინც აიღებენ ამ საკანონმდებლო ჩარჩოთი შექმნილ მექანიზმებს და პრაქტიკაში განახორციელებენ. და როგორც ჩვენ ვისაუბრეთ, შედეგები უკვე აჩვენებს, რომ ეს ყველაფერი მუშაობს. ტემპი უფრო სწრაფი შეიძლება იყოს და აქვე მინდა გითხრათ, შეიძლება თქვენამდე ჯერ არ მოსულა ეს ინფორმაცია, იმიტომ რომ ახალი არის საკმაოდ და არ გაგვიჟღერებია ესე აქტიურად. ეს არის კაპიტალის ბაზრის ასოციაციის შექმნა. კი ბატონო. რომელიც დაახლოებით 1 თვის წინ შეიქმნა ბაზრის მონაწილეების მიერ, ერთ-ერთი არის Foresight, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა. საინტერესო სხვები ვინ არიან, იმიტომ რომ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რამდენად დაინტერესებულია მათ შორის საფინანსო სექტორი ამ სეგმენტის განვითარებაში. კი ბატონო, ამ სფეროში ჯერჯერობით ბევრი სუბიექტი არ არის, თუმცა მე ვიტყოდი, რომ გავაერთიანეთ ძირითადი სუბიექტები. კი ბატონო, ჩამოგითვლით ეხავე. ჩვენს გარდა Foresight-ის გარდა აქ არის კიდე Alpha Capital, რომელიც ლიცენზირებული საბროკერო კომპანია, იცნობთ ალბათ. ამის გარდა არის კიდევ ერთი აქტივობის მმართველი კომპანია, რომლის დამფუძნებელი არის ყოფილი ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა, მასაც იცნობთ ალბათ. კიდევ ერთი ადამიანი, ძალიან საინტერესო ადამიანი არის გოგი ლოლაძე, რომელიც საფონდო ბირჟის დირექტორი იყო დაახლოებით 15 წელი. 2000-იან წლებში. ამის გარდა ასევე არის ერთი ძალიან კარგი პროფესიონალი დავით აბაშიძე, რომელიც საინვესტიციო ბანკირი იყო ლონდონში და ბოლოს TBC კაპიტალის მმართველი დირექტორი იყო და ისიც ასევე ხო, ხა ისეთ სახელები და გვარები ჩამოთვალეს, რომ თითქოს ამ ასოციაციის მიმართ მხოლოდ ნდობა უნდა გაგიჩნდეს, მაგრამ რეალურად დავუშვათ რა პერსპექტივით აპირებთ ამის განვითარებას და რა როლი უნდა შეასრულოს ასოციაციამ. ასოციაციები და ამ ტიპის ორგანიზაციები ძირითადად ლობიზმის მიზნით იქმნება, ხო, რომ მაგალითად სახელმწიფო სტრუქტურებთან მარტივად იურთიერთოთ. არ ამგონია რომ დაუშვათ ურთიერთობის პრობლემა ქონდეთ ამოცემულობით, მაგრამ თვითონ სტრუქტურულად ვიძახი ამ შემთხვევაში. ამიტომ საინტერესოა დაუშვათ რა მიზანი გაქვთ ამ ასოციაციას. კი ბატონო, ჩვენ ჩამოყალიბებული გვაქვს ძალიან კაფიო ხედვა იმისა თუ როგორ უნდა დავეხმაროთ ქართულ ადგილობრივ კაპიტალის ბაზარს განვითარებაში. მოდით ძალიან მოკლედ გეტყვით ამ ხედვას, იმიტომ რომ საინტერესოა. როდესაც ჩვენ ფუნქციურ კაპიტალის ბაზარზე ვსაუბრობთ, ეს ძირითადად შედგება 4 კომპონენტისგან, ანუ 4 ქვაკუთხედი დავარქვათ, მოდი. ერთი ჩვენ უკვე ვახსენეთ, ეს არის ფუნქციური საკანონმდებლო ჩარჩო. ამაზე უკვე ვისაუბრეთ, ეს არის ერთი ქვაკუთხედი. მეორე ქვაკუთხედი არის დივერსიფიცირებული ინვესტორთა ბაზა. ეს რას ნიშნავს, რომ არსებობს ბევრი სხვადასხვანაირი სუბიექტი, ფიზიკური ან იურიდიული პირი ან ინსტიტუციური, რომელიც აქტიურად მოქმედებს კაპიტალის ბაზარზე, აკეთებს ტრანზაქციებს, ყიდულობს, ყიდის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ბევრი სხვადასხვანაირი, აი დივერსიფიცირებული, ამიტომ დივერსიფიცირებული ინვესტორთა ბაზა. ეს არის მეორე ქვაკუთხედი. მესამე არის მრავალფეროვანი პროდუქტები. ბონდები, აქციები, დერივატივები და ასე შემდეგ. ანუ რაც უფრო მეტი სხვადასხვა ტიპის პროდუქტია კაპიტალის ბაზარზე, უფრო ფუნქციურია. ეს მესამე. და მეოთხე არის ფუნქციური საბაზრო ინფრასტრუქტურა. იქნება ეს ბირჟა, იქნება ეს ცენტრალური დეპოზიტარი თუ სხვადასხვა აი ეს ანგარიშწორების ეფექტური მექანიზმები. ხა 4-ვე ამ მიმართულებით განვითარების პერსპექტივა ამ 4-ვე მიმართულებიდან თუნდაც 2-ს აქვს საქართველოში. კი, აქვს, მე ვიტყოდი, რომ პროცესი უკვე დაძრულია და ასოციაციის ერთ-ერთი მთავარი მანდატი არის, რომ ამ 4 მიმართულებით პირდაპირ ხელი შეუწყოს. შემიძლია დეტალურად ჩაგიშალოთ და ჩვენი საუბრის ბოლოს სამწუხაროდ ჩვენც განკვეთილი დრო თანთან იწურება. მე იმედი მაქვს, რომ კლავაც ბევრჯერ გვესტუმრებით, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვან თემაზე ვსაუბრობ და ეს თემა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქართული ეკონომიკისთვის, ჩვენი გადმოსახელი და ბიზნეს პარტნიორის. და ჩვენი საუბრის ბოლოს რეალურად სახელმწიფო პოლიტიკა ამ ნაწილში, მათ შორის კაპიტალის ბაზრის განვითარების მიმართულებით რამდენად
სწორია, რამდენად ადეკვატურია და რამდენად აქვს სახელმწიფოს ხედვა, რომ ეს მიმართულება არის აუცილებლად გასავითარებელი, თუ ჩვენ გვინდა რომ ქვეყანაში შევქმნათ ჯანსაღი ეკონომიკა და არ ვიყოთ მხოლოდ ერთ კონკრეტულ დაუშვათ ამ შემთხვევაში თუნდაც საფინანსო და საბანკო სექტორს დამოკიდებული. კი ბატონო. ისევ და ისევ შედეგებით გეტყვით, რომ მე-4 წელია რაც ამ ბაზარზე აქტიურად მუშაობთ და რა თქმა უნდა, მარეგულირებელთან ძალიან ახლო შეხება გვაქვს, მათი პირდაპირ რეგულირების და ასე ვთქვათ, კონტროლის ქვეშ ვოპერირებთ და ასევე შეხება მქონია სამთავრობო უწყებებთანაც, სააგენტოებთან, სამინისტროსთან, ეკონომიკის სამინისტროსთან და პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ყველა ეს სუბიექტი მომართულია პირდაპირ იმისკენ, რომ საქართველოს კაპიტალის ბაზარი განვითარდეს. არსებობს კონკრეტული პროგრამები, აი ხა მაგალითად აწარმოების საქართველოს აქვს ძალიან კარგი პროგრამა ობლიგაციების ემისიის დაფინანსების. ეხლა აკეთებენ კერძო კაპიტალის ფონდების დახმარების პროგრამას. კი ბატონო, და ინდივიდების დონეზე შემიძლია გითხრათ, რომ იქ ადამიანები ვინც არიან, ისინი ანთებულები არიან, რომ კაპიტალის ბაზარი განვითარდეს. რა თქმა უნდა, არსებობს გამოწვევები, თუმცა ვფიქრობ, რომ სახელმწიფოს კერძო სექტორის და ასოციაციის კოორდინირებული მუშაობით შესაძლებელია, რომ შემდეგი წლების განმავლობაში ძალიან კარგი ზრდა მივიღოთ კაპიტალის ბაზარზე და მე პირადად ამის იმედი მაქვს და პირდაპირ ვცდილობ, რომ ესე იყოს. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. სიამოვნებით გიმასპინძლებთ ბიზნეს პარტნიორის სხვა გადაცემებში წარმატებებს გისურვებთ. დიდი მადლობა. მორჩილაძე იყო ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერის სტუმარი.